საღამოშიდობისა უყურებთ ღამის კურიერს მე თამარ ურშაძე ვარ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სიცოცხლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ძვირად ღირებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. მათი შეფასებით ყოველი დაგვიანებული დღე პირდაპირ აისახება ბავშვების მდგომარეობაზე და ზოგ შემთხვევაში შეუქცევადი პროგრესირების რისკს ზრდის. ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დადასტურებული დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალი პრეპარატების ეფექტიანობა და მათი უსაფრთხოება, რომ გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას და საერთაშორისო სტანდარტებს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ნებისმიერი დაფინანსებული მკურნალობა იყოს უსაფრთხო, ეფექტიანი და გრძელვადიანად გამართლებული. ცნობილია, რომ იშვიათი დაავადების სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება სპინალური კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. საუბარია ამბულატორიულ და სტაციონარულ, ასევე კვლევით მომსახურებაზე. რა კრიტერიუმებს ეყრდნობა პრეპარატების შეფასებისას, როდის დაინერგება დაპირებული მულტიდისციპლინური მიდგომები და არსებობს თუ არა ალტერნატიული მხარდაჭერის ეფექტიანი მექანიზმები. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ დღეს ღამის კურიერის სტუმარია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯელაძე. მოგესალმებით, ბატონო მიხეილ. მადლობა გიხდით სტუდიაში მოგვანებისთვის. იქით თქვენ გმადლობთ მოწვევისთვის და თემით დაინტერესებისთვის. მოდით დავიწყოთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები უწყვეტ აქციას მართავენ. ისინი ღამეს ათევენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და უკვე 1 წელია ითხოვენ ძვირად ღირებული მედიკამენტების შემოტანას ქვეყანაში. თქვენ ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ კომუნიკაცია, არაერთი შეხვედრა გამართეთ მათთან. გითხარით, რატომ ვერ მოხერხდა მათი მთავარი მოთხოვნების დაკმაყოფილება? საკითხი მართლაც ძალზედ კომპლექსურია და რთული. სირთულეს ყველაზე მეტად რაც განაპირობებს არის მართლაც ის რთული მდგომარეობა, რომელშიც არიან ის ხალხი, ვიზეც ვსაუბრობთ, პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები და მათი ემოციებისა და მათი მდგომარეობის, ხშირ შემთხვევაში სასოწარკვეთის. ეს ჩემთვის კარგად გასაგები გრძნობებია, მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ემოციებით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება ეს საკმარისი იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული, მაგალითად მედიკამენტის შესაფასებლად. აქ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ კარგად უნდა გვესმოდეს ეს გვაჩქარებს, ეს ბევრი მიმართულებით გავალდებულებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კმარა და აუცილებელია აი მსგავსად ყველა იმ ევროპული სახელმწიფოსი, რომელ სახელმწიფოშიც ჯერ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება რომელიმე ამ მედიკამენტებიდან, რომელი იქნეს აღებული, რომელი იქნეს გამოყენებული, აი ზუსტად ანალოგიურად საქართველოსაც უწევს რა თქმა უნდა, რომ დაელოდოს, ვიდრე ყველა ის კითხვის ნიშანი არ იქნება განეიტრალებული, ვიდრე ყველა პასუხი არ იქნება ნაპოვნი, რომელიც რეალურად მოგცემს შესაძლებლობას, რომელიც შესაძლებელს გახდის საფუძველს შექმნის ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. იმიტომ რომ ზუსტად ამას ისახავდა მიზნად ჩემ ბრიფინგიც, როდესაც ვიფიქრე მიზანშეწონილია, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომელზეც არის საუბარი. და მართლაც ამის შემდეგ, სხვა შორის ამ ბრიფინგის შემდეგ, ეს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როგორც თავდაპირველად იგივე ინფორმაცია ვრცელდებოდა, ეს ერთგვარად შეიცვალა. მაგალითად, თავდაპირველად თუ კი იყო საუბარი იმაზე, რომ ეს მედიკამენტები არის პანაცეა განკურნების პოტენციალის მქონე მედიკამენტები, ეს ასე ვთქვათ ჩამოსცილდა ამ შემთხვევაში აი ამ დისკუსიას და კონცენტრირებულები გავხდით უფრო მეტად კონკრეტულ მედიკამენტებზე, მათ შეფასებებზე, პოტენციალი ამ მედიკამენტებისა აუცილებლად საჭიროებს რაციონალურად მტკიცებულებებზე დაფუძნებით მსჯელობას და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას. მე აღვნიშნე, რომ კარგად მესმის ემოციური მდგომარეობისა, რომელშიც არიან პაციენტები და ოჯახის წევრები, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები განწყობილი შემგუებლურად, ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკოსების მიმართ, ან თუნდაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან სამედიცინო პროფესიების წარმომადგენლები და აქ-იქ შეხვდებით. მე ვფიქრობ, მაინც უფრო პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს, რომლებიც ან განზრახ შეგნებულად, ასე ვთქვათ, აკეთებენ იმას, რომ ცდარ განცხადებებს ავრცელებენ, ან ეს უბრალოდ დილეტანტიზმთან გვაქვს საქმე. ეს სამწუხარო რეალობაა, როდესაც გაუაზრებლად
მაგრამ იმავდროულად ძალიან უპასუხისმგებლოდ აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს. ეს რომ იყოს ჩვეულებრივ რაღაც მიმდინარე რაღაც პოლიტიკური პროცესი, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის, არ მექნებოდა ეს დამოკიდებულება, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ეს საუბარი არის მედიკამენტებზე და ეს არის ბუნებრივია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რომ აღინიშნოს, რომ თუნდაც ეთიკური, თუნდაც მორალური თვალსაზრისით. აბსოლუტურად ამორალურია, პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ სახელი, როდესაც არასწორი შტაბეჭდილებების შექმნა ხდება. მარტო იმიტომ, რომ ეს პოლიტიკურად, ან გნებავთ კომერციულად ვინმესთვის საინტერესოა. ეს არის ძალიან მძიმე რამ, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აძლევდეს თავისუფლებას ადამიანი, რომელიც კარგად გრძნობს პასუხისმგებლობას მედიკამენტებზე გადაწყვეტილების მიღების დროს, იცის, როგორ უნდა მიიღებოდეს ეს გადაწყვეტილებები და მაინც უშვებს ასეთ რამეს. აქ არ მაქვს საუბარი მარტო იმაზე, რომ არ ვიცი, მაგალითად ამ დღეების განმავლობაში ზოგიერთი ჟურნალისტი აბსოლუტურად საქმეს ჩაუხედავად საუბრობდა ბევრი ისეთი დეტალის შესახებ, რომელზეც არ შეიძლება ესე გაუაზრებლად და უპასუხისმგებლოდ საუბარი. მაგრამ მოვისმინეთ ასევე ისეთი განცხადებები, რომელსაც არ ვიცი, აი მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ერთ-ერთ მედიკამენტზე, ელევიდისზე, რა კითხვეს ეს თვითონ ხო, თვითონ ითქვა სატელევიზიო ეთერებითაც დასახელდა ეს მედიკამენტები, ამ შემთხვევაში მეც უნდა ვისაუბრო იმაზე, რომ მაგალითად ელევიდისის შემთხვევაში ეს ის მედიკამენტია, რომელზეც ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ აი შარშან ამ დროს რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, მერე დაგვეწეოდა ორი მთავარი მარეგულირებლის საუბარია EMA-ზე და FDA-ზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან დიდ სკეპსისს აჩენენ ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით. ერთ შემთხვევაში საუბარია EMA-ზე, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ამ წამლის ეფექტიანობას. საუბარია $3,200,000 ღირებულების მედიკამენტზე. ერთი ბავშვის მედიკამენტის ღირებულებაზეა საუბარი ამაზე, რომელზეც ამბობს EMA, რომ დიდ კითხვის ნიშანს სვამს ეფექტიანობასთან დაკავშირებით. მაგრამ ამის მიღმა არსებობს მაგალითად FDA-ის გადაწყვეტილება, რომელსაც მანამდე სხვათა შორის მინიჭებული ქონდა დაჩქარებული წესით ავტორიზაცია. ეს დაჩქარებული აქვე ახსნი. ეს ნიშნავს რას, რომ დაჩქარებული წესით ეძლევა ავტორიზაცია, ერთგვარი პირობითი დაშვება და შემდეგ ხდება ამ მედიკამენტების გამოცდა, ამ მედიკამენტების კვლევა. და რეკომენდაცია ეძლევა ამ შემთხვევაში ასე დაჩქარებული წესით მოპოვებული ავტორიზაციისას წარმოებელს, რომ გაიაროს კვლევები, რომ საბოლოოდ დადასტურდეს. ესე იგი, ეს დაჩქარებული წესით მინიჭებული ავტორიზაცია, რაც არსებობდა, მერე მოგვიანებით, როგორც ირკვევა და აღმოჩნდა, ამ წამალს აქვს უმძიმესი შედეგები ჯანმრთელობისთვის. უზარმაზარი რისკების მატარებელი. აი იმ პერიოდში ღებულობენ ამ მედიკამენტს ბავშვები, როდესაც მათ სიცოცხლეს წესით არავითარი საფრთხე არ ემუქრება იმ ასაკში. საუბარია 10 წლამდე ასაკში. და ასეთ პირობებში უეცარი სიკვდილის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. განა ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ფრთხილად ვიყოთ ჩვენც და ბუნებრივია ის ევროპული სახელმწიფოებიც, რომელიც იგივე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში არიან. იგივე საკითხებს იხილავენ. ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის ევროპული სახელმწიფოები, რომელიც ელოდებიან და ამ დრომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ან ამ მედიკამენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ან ვერ ვიტყვით ვერც იმას, რომ თანხა ენანებათ. ეს არის სახელმწიფოები, რომელიც ბევრჯერ საქართველოზე ფინანსურადაც მეტი შესაძლებლობების მქონე ქვეყნები არიან და იმავდროულად ესეც უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ იგივე კვლევითი რესურსები ამ სახელმწიფოების გაცილებით დიდია. გულისხმობ ამ შემთხვევაში მაგალითად საფრანგეთს, გერმანიას, არის სკანდინავიურ სახელმწიფოებს და სხვა. ესე იგი ისინი ვერ ღებულობენ ამ გადაწყვეტილებას და ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს. და ჩვენ, არ ვიცი, პოლიტიკოსების გასაგონად უნდა ვთქვა, რომლებიც ესე ამ საკითხთან დაკავშირებით გამოირჩნენ ბოლო დღეების განმავლობაში ან მიკერძოებული, გინა პოლიტიკურად, გინა კომერციულად მიკერძოებული ადამიანების გასაგონად, რომ ასეთ შემთხვევაში ეს სახელმწიფოები ვერ აძლევენ თავს უფლებას, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, ელოდებიან მეტ პასუხს, მეტ ინფორმაციას, მეტ მტკიცებულებას და ამის შემდეგ
ველოდებიან გადაწყვეტილების თუმცა ებანა მიხელ თქვენ დაასახელეთ ერთი კონკრეტული წამალი, მაგრამ ასევე იყო სხვა მედიკამენტებზე საუბარი, მაგალითად ერთ-ერთ წამალთან დაკავშირებით მოვისმინეთ მშობლების შეფასება, რომ თუ ეს არის პოტენციურად რისკის შემცველი პაციენტისთვის, რატომ ხდება ამ მედიკამენტის, რატომ მოხდა რეგისტრირება ქართულ ბაზარზე? ეს რეგისტრაცია აქვე ავხსნი, რომ რეგისტრაცია და ზოგადად წამლის რეგულირება არ არის მარტივი პროცესი. და აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კატეგორიები არ აღურიოთ ერთმანეთში. აქ აღრევის რისკი მაღალია, მაგალითად რეგისტრაცია რას ნიშნავს? რას ნიშნავს სახელმწიფო პროგრამაში მედიკამენტის გამოყენება? ეს არ ფარავს ერთი მეორეს და სრულიად სხვადასხვა რამ არის. კი, ეს არის უფრო ფორმალიზებული პროცესი, წამლის რეგისტრაცია მედიკამენტის დაშვება ხდება და არ არის სხვა დადასტურება უსაფრთხოების. ამ შემთხვევაში ნახეთ როგორ არის აღიარების რეჟიმს ეძახიან ესე მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის და არა მხოლოდ ჩვენი, ბევრ ქვეყანას შეიძლება კონდეს მსგავსი მოდელი. თუ მედიკამენტს მიღებული აქვს ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში, შეერთებულ შტატებში, იაპონიაში ან თურქეთში. სამხრეთ კორეა კიდე ესეთ ქვეყანა. რეგისტრაცია ასეთ შემთხვევაში ეს საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ჩვენთან რეგისტრაცია განხორციელდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი სახელმწიფო უნდა ეკუთვნებოდეს ასეთ შემთხვევაში ამ აღიარების რეჟიმს და სხვა დამატებით მას არაფერი არ ესაჭიროება. ასე არ ხდება არსად. რეგისტრაციის საფუძველი შეიძლება არსებობდეს, რეგისტრაციაც განხორციელდეს, მაგრამ მედიკამენტთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნებიც. მათ შორის მის ეფექტიანობაზე, მის უსაფრთხოებაზე და ასე შემდეგ. აპრიორი არ არის ეს ცხადი, ასე ვთქვათ, რეგისტრაცია, რომ ხსნის ყველა საკითხს იმისთვის, რომ სახელმწიფო პროგრამაში რომელიმე მედიკამენტი იქნეს დაშვებული. სხვაგვარად ეს წარმოუდგენელია. აი ამიტომ მოცემულ შემთხვევაში ერთ-ერთ ასეთ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც ხშირად რამდენჯერმე მოვისმინე ესეთი გარემოება. ალბათ იმსახურებს ეს საკითხი ყურადღებას, ისე როგორც არის რამდენიმე საკითხი. ხა ისეთ საკითხებს აღარ შევეხები, რომ თითქოს რაღაც კონსპირაციულ შეხვედრებს მართავ ექიმებთან. ხა ამას ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ჩვენ სამინისტროში კი რა თქმა უნდა იulis ექიმი და მათ შორის ამ საკითხებზეც, იმიტომ რომ ეს ღიად ვამბობ ამას. ამ საკითხებზე მუშაობას აუცილებლად ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ. ისე როგორც აქამდე ვაკეთებდით და ამას გავაკეთებთ მომავალშიც. ეს მოწონს ვინმეს, არ მოწონს, ეს აწყობს ვინმეს თუ არ აწყობს. ან მაგალითად როგორი იქნება დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ეს მე მესმის, რომ მუდმივად პულსზე ხელიც უნდა მეჭიროს, უნდა ვსვამდე კითხვებს, რომელიც მნიშვნელოვანია და უნდა ვღებულობდე პასუხებს. ამიტომ კი რა თქმა უნდა, რომ ექიმებთან გაგრძელდება შეხვედრებიც, იქნებაც არავითარი კონსპირაცია ამაში არ არის. და ექიმები, რომლებიც დადიან სამინისტროში, მათაც აქვს თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება, რომ ვინმე თითქოს მათ რამეს კარნახობს, ეს უბრალოდ უპატივცემულობა მათ შორის ამ ექიმების მიმართ და ეს არ ვარგა, რა თქმა უნდა, ეს არასწორია. არის ასეთი საკითხები, რომელსაც ალბათ პასუხის გაცემა გვმართებს და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია, რომ მზად ვართ, რომ ვისაუბროთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეხლა მე მინდა რომ აი ეს კითხვები დაგიცვათ თქვენ, რომელიც გაჟღერდა მშობლების მხრიდან ბოლო პერიოდში დაასრულეთ და შემდეგ აი ნახეთ, მნიშვნელოვანია ეს ვთქვა, რომ აი თითქოს ითქვა და არ ვიცი, წუხარ თუ ეს არასაკმარისად გასაგებად ითქვა. მაგრამ ბრიფინგის დროს დასახელდა თითოეულ მედიკამენტზე, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მსჯელობის საგანი. და აი თუ ნახავთ თვითონ ბრიფინგის დროსაც ნათქვამია, რომ ეს ერთი წამალი, მეორე წამალი კი დასახელებები შეგნებულად არ თქვით. თუმცა რა კი დასახელდა, აქედან გამომდინარე მაქვს აი აქ იყო აქცენტი, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, რომ რამდენიმე ქვეყანაში, ანუ არის ევროპის რამდენიმე ქვეყანა, სადაც თქვათ გარკვეული მედიკამენტების ნაწილი არის დაშვებული, თუმცა ზოგიერთ მათგანს აქვს თქვათ ავტორიზაცია FDA-ში, ზოგიერთს EMA-ში, ან პირიქით, ხო? კითხვა და ისე რომ რატომ არის ესეთი კონსერვატიული საქართველოს ხელისუფლების მიდგომა და თქვათ აი იმ ქვეყნების ნაწილის პრაქტიკის გაძლიერება რატომ? ესე იგი პირველ რიგში რაც სათქმელია და ამიტომაც ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ თითოეულ მედიკამენტთან დაკავშირებით მსჯელობა საჭიროა არა ცხელგულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ კონკრეტულად რა კონკრეტული საკითხებია და თუ ნებას დამხსნავთ, აი ვიტყვი, მაგალითად ეს ელევიდისი ხო იყო? დიახ. აი მაგალითად EMA არის წამლის სააგენტო. ხო, მნიშვნელოვანი მარეგულირებული, დიახ. მათ მითითებული აქვთ 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში. თქვენ ნებართვით წავიკითხავ, რომ არ შემეშალოს. კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ელევიდის 12 თვის შემდეგ რაიმე გავლენა ჰქონდა პაციენტების მოძრაობის უნარზე. დაფიქსირდა გარკვეული ცვლილება,
როგორც ელევიდისის მიმღებ პაციენტებში, ასევე პლაცებოს მიმღებ პაციენტებში. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძალიან მნიშვნელოვანი. 12 თვის შემდეგ, ანუ ეს დაკვირვების პერიოდი, რაც მიმდინარეობს. ამას თავის მეთოდოლოგია აქვს, როგორ ხდება ამ წამლის გამოცდა. კომპანიამ აცნობა ემას, რომ ელევიდისის ყველა კლინიკური კვლევა დროებით შეჩერებულია და არც ერთი პაციენტი აღარ იღებს მკურნალობას, ისინი, ვინც უკვე მიიღეს ელევიდისი, კვლევის ფარგლებში რჩებიან მონიტორინგის ქვეშ. ესე იგი, არსებობს რაღაცა მიზეზი, რის გამოც არ არის რეკომენდირებული, რომ ეს კვლევები გავრცელდეს და ეს ხეგეწუ საიდან მოდის. FDA აი მოგახსენეთ ცოტა ხნის წინ, რომ გააუქმა დაჩქარებული წესით გაცემული ავტორიზაცია. მას შემდეგ, რაც ეს გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა. აი ნახეთ როგორია გააუქმა თუ შეაჩერა ამაზეც იყო განცხადებები, რომ რამდენიმე თვით შეჩერებაზე იყო საუბარი. არა, რამდენიმე თვით და დღით და ამაზე ლაპარაკი არ არის და ამას სერიოზული შედეგები აქვს ბუნებრივია. და აღინიშნა მე შემდეგ თქვა, როდესაც განახლდა რაღაც გარკვეული მოცემულობა, იქ აღინიშნა, რომ ფატალური რისკების შესახებ აღინიშნა მათ შორის. მაგრამ ნახეთ 14 ნოემბერს 25 წლის, არც თუ ისე დიდი ხნის წინ FDA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელშიც ნათქვამია, მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის ფატალური შედეგის დადგომის რისკს. ეს არ მგონია, რომ აი თქვენ ბრძანეთ, რომ კონსერვატიული მიდგომა რატო აირჩია საქართველოს. მოდი აი რიტორიკულად მანამდე დავსვათ კითხვა, რატომ აირჩია იგივე მიდგომა, ვიდრე დავარქმევთ ამას ან კონსერვატიულს ან ლიბერალურს. თქვათ, რატომ აირჩია იგივე მიდგომა ევროპულმა სახელმწიფოებმა. უდიდესმა უმრავლესობამ თუ არა ყველამ. არის ცალკეული გადაწყვეტილებები მიღებული, მაგალითად ბულგარეთს აქვს დაშვებული ერთი რომელიმე კონკრეტული მედიკამენტი. მაგრამ ასე ფართოდ გავრცელებული, რომ აი თუნდაც ბევრია ძალიან უდიდესი უმრავლესობა სახელმწიფოში, სადაც ეს დაშვებული არ არის. და დიდია, აი მართლაც სამაგალითო სახელმწიფოები არიან, სამაგალითო ჯანდაცვის სისტემებით, რომელშიც დაშვებული ეს არ არის. აი ეს ეგზონის ამოგდება, ეგრეთ წოდებული ეგზონ სკიპინგი. ამ შემთხვევაში ნახეთ როგორია მოცემულობა. ემა არც ერთს არ აქვს ერთის გამოკლებით, ერთს ქონდა. მინიჭებული, მე უარი ითქვა. ძირითადი მიზეზი იმხანად, აი 2018 წელს არის ეს მიღებული გადაწყვეტილება, შემდეგ არც ერთ ამ ეგზონის სკიპინგზე არ არის შეტანილი განაცხადი. წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე, აი ეს არის მიზეზი. კერძოდ კვლევის მიხედვით არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით. ესე იგი, ამას ვინც სვამს და პლაცებოს სახით ვინც არ სვამს, შედეგები აქვს ერთი და იგივე ამ მედიკამენტს. ეს ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში $1 მილიონ ღირებული მედიკამენტია და ბუნებრივია, რომ ესე მარტივად ვერ წავიდოდა, ხო, იქ ვერც კვლევა, ვერც ეს ფაქტები გამოქვეყნდებოდა, რამე სერიოზული არგუმენტი რო არ არსებობდეს ამ მიმართულებით. ემა არა აქვს, მაგრამ აი FDA აქვს მინიჭებული ამ ეგზონ სკიპინგებს, მაგრამ ნახეთ, აქაც დაჩქარებული წესით არის საუბარი. ეს დაჩქარებული წესი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რას ნიშნავს, ცით რომ ამის შემდეგ, ამ ავტორიზაციის შემდეგ უნდა კვლევები როგორ იცით, აი კვლევები ჯერ ცხოველებზე კვლევა, ადამიანებზე კვლევა და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს წამალი უსაფრთხოა, ქმედითია თუ არა, როგორ მუშაობს, რა დაცვის საშუალებები ჭირდება და ასე შემდეგ. აი ამიტომ კი დავარქვათ კი ბატონო ამას კონსერვატიული მიდგომა, მაგრამ ამას ირჩევს, ამ მიდგომას ირჩევს ემაც და ამ მიდგომას ირჩევს ევროპულ სახელმწიფოთა უდიდესი უმრავლესობა. ისინი სიფრთხილით უყურებენ. იგივეა ჩვენი მიდგომაც. თუ გაჩნდება ამ კითხვებზე პასუხი მეცნიერული მტკიცებულებები, სამეცნიერო მტკიცებულებები, ბუნებრივია რომ ეს ტალღასავით ერთიანად გადაუვლის, იმიტომ რომ არავის არ ექნება აქ ბუნებრივია არც დასაკარგი დრო და არც სხვა რამ. აი ეს არის სრულიად ლეგიტიმური, ლოგიკური აბსოლუტურად კითხვები, რომელსაც აუცილებლად ჭირდება პასუხი, რასაც ვეძებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას. რომ მეც გულით გულშემატკივრობ, რომ ამას მალე გაუჩნდეს პასუხები, რომ ვიცოდეთ, რომ გაჩნდა მედიკამენტი, რომელიც უსაფრთხოდ შეძლებს სიკეთე მოუტანოს, ვისაც ეს სჭირდება. მათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სურვილი ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა დიდი იყოს ეს სურვილი, საკმარისია გადაწყვეტილების ამ საკითხზე მისაღებად. თუ შეიძლება, მაინც აი ბოლომდე მივალი, ვარ გაჩნდეს კიდევ კითხვა, რომ რომელიმე მედიკამენტზე რაიმე დავაკელით. ეს ყველაფერი თან ნათქვამია, თუმცა აი კონკრეტული მის დასახელების გარეშე. იგივე მდგომარეობაა, როგორც მოგახსენეთ, ყველა ამ ეგზონ სკიპინგი რასაც ეძახიან, აი ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით. არის კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული ატალურენიანი ესეთი მედიკამენტი. ამ შემთხვევაში FDA არ აქვს ამას. მაგრამ ემას რაც შეეხება 2025 წლის 28 მარტს.
პირობითი რეგისტრაციის ვადა აღარ განაახლა. ეს ის მედიკამენტია, რომელზეც მოგახსენეთ, რომ ავტორიზაციიდან გასული პირობითი ავტორიზაცია რომ მიანიჭა 11 წელი გავიდა მას შემდეგ და ნახეს და აღარ გააგრძელეს ამის ვადა, ამ პირობითების. ესე კვლევებმა ამ პერიოდის განმავლობაში რაც აჩვენა, აღარ ჩათვალეს საჭიროდ რომ გაეგრძელებინათ ან მიანიჭებინათ უკვე არაპირობითი, არამედ სტანდარტული ავტორიზაცია. აქ არის ეგრეთ წოდებული ჯივინოსტატი, აი დუვიზატ ეგრეთ ეძახიან. ემას გაცემული აქვს ამასთან დაკავშირებით პირობითი რეგისტრაცია იგივენაირად და FDA, რომელიც ასევე გაცემულია. მაგრამ იქვე უთითებს, ნახეთ როგორ არის წარმოებელმა უნდა წარადგინოს კლინიკური კვლევის შედეგები, როგორც ადამიანებში აღარ გავაგრძელებ. ამას ჭირდება, ესე იგი, აი პრაქტიკულად საწყის ეტაპზეა კვლევებისა. მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა შორის, აი მართლაც დამაიმედებელია. ეს რომ თქვი გუშინ და მართალია აბსოლუტურად, რომ 10 წლის წინ მსგავსი შესაძლებლობებზე ფიქრიც არ იყო. ეს გაჩნდა, მაგრამ ბოლომდე არ არის მიყვანილი საკითხი და საკმარისად საფუძველი არ არსებობს ამ გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც ჩემთვის, ისე ბუნებრივია ევროპული არაერთი სახელმწიფოსთვის. ეს არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. და ბოლოს ერთი მედიკამენტიც, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ეს არის ეგრეთ წოდებული ვამოროლონი. აი დღეს ითქვა ამ მედიკამენტის შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს საერთოდ არის მედიკამენტი, რომელიც არის იგივე ჯგუფი, პრაქტიკულად იგივე ფუნქციის მატარებელი კორტიკოსტეროიდი, რომელიც დღეს ჩვენ სახელმწიფოს აქვს საკუთარ პროგრამაში. ამას აწვდის პაციენტებს. აქ თუ საკითხი იქამდე დავიდა, რომ ჩვენს მიერ შეძენილი კონკრეტული მედიკამენტი ჯობია თუ ეს ვამოროლონი ჯობია, ამაზე შეგვიძლია რა თქმა უნდა ვიმსჯელოთ. მაგრამ ეს სულ სხვა ტონალობაში და სულ სხვა სივრცეში განსახილველი საკითხია. ამას ჭირდება რა თქმა უნდა განსჯაც, მსჯელობაც, მაგრამ მე არ მგონია ამ შემთხვევაში რომ მიზეზი გვაქვს რადიკალური რაღაცა შეფასებების გაკეთებისთვის. ამიტომ აი ამ ყველაფრის ფონზე მე მგონია ვიდრე აი ამ კითხვებს, რომელზედაც ვსაუბრობთ, პასუხი არ გაეცემა, რასაკვირველია რომ არც ერთი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და დაელოდება ბუნებრივია ამ საკითხებზე საბოლოო მტკიცებულებებზე დაფუძნებული არგუმენტების გაჩენას. ინდივიდუალური გადაწყვეტილების მოდელი, აი შესაძლოა თუ არა რომ თქვათ იყოს მსჯელობა და განიხილოთ ეს მოდელი, როდესაც თქვათ გადაწყვეტილებას იღებს და პასუხისმგებლობას იზიარებს თქვათ ექიმთა კონსილიუმი და მშობელი, ხო, პაციენტის მშობელი და სახელმწიფო უბრალოდ აფინანსებს ამ პროცესს. რატომ არ ხდება თქვათ აი ესეთი მიდგომების განხილვა? ეს აღარ იქნება მაშინ ჯანდაცვის პროგრამა და ეს ემსგავსება კლინიკურ კვლევას. მაგრამ კლინიკური კვლევისთვის ხო არ იქნება ეს გაკეთებული არა? კლინიკური კვლევისთვის დამახასიათებელია სხვა შორის არის გასული პროცესი. კლინიკური კვლევის კლინიკურ კვლევას რაც შეეხება, რატომ არ განიხილოთ ამას, რომ თქვათ შესაძლოა მოხდეს საქართველოში მცხოვრები პაციენტების ჩართვა ამ პროცესში? ეს განხილვით და ინიციატივის გზით აქ სახელმწიფო ვერ გამოვა ბუნებრივია, იმიტომ რომ აქ როგორც წესი ეს მწარმოებელი აკეთებს ამას. თვითონ მწარმოებელი, რომელსაც აქვს ინტერესი რომ გაატაროს კლინიკური კვლევები იმისთვის, რომ მოიპოვოს მტკიცებულებები, რომელიც შემდეგ აუცილებელია ემას მიერ კომუნიკაცია მწარმოებლებთან. ჩვენ მქონდა ეს კომუნიკაცია და ამ საკითხებზე ბუნებრივია, რომ სვამდით კითხვებს. მაგრამ იგივე ის საკითხები, რომელიც ახსნას საჭიროებს, ისეთი საკითხები, როგორიც არის აი რაც მანამდე ვისაუბრე. ან მაგალითად იგივე აი ბოლოს რაც თქვი ერთ-ერთი ბოლოს დასახელებული მედიკამენტი, რომელსაც აქვს აი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე არის ატვირთულია კონკრეტულად იძებნება ეს ინფორმაცია კონკრეტული მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში დაფიქსირებული სხვა მედიკამენტის არაელევიდის სხვათა შორის დაფიქსირებული სხვა გარდაცვალების ასევე შემთხვევები რომელიც ძალიან საყურადღებოა და მიმდინარეობს ამის კვლევა რამ გამოიწვია ხომ არ არის კავშირში ეს მედიკამენტიც ესეც ძალიან ადრეული ეტაპია ასე ვთქვათ როდესაც ჯერ კიდე არ არის ასე ვთქვათ ესე პროგრესირებული ეს დაავადება მიუხედავად ამისა დადგა ეს შემთხვევები. ახლა ჭირდება ამას გამოკვლევა და ბრიტანეთის მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მედიკამენტის შემოღებაზე, ვერც ერთი ფორმით, მათ შორის ვერც იმ ფორმით, რაზეც თქვენ საუბრობდით. ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას და მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ მემჭირდება ამის გასარკვევა დრო და დაწყებულია ეს შესწავლა. ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებული სისტემა აქვს ბრიტანეთს, ხო? იმასაც ეს ყველაფერი სჭირდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუკი მწარმოებელს ამის ინტერესი აქვს, ასეთ პირობით არ უნდა მოდიოდეს, ხო ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში როგორც საბოლოოდ ჩამოყალიბებულ წამალზე, ისე ითხოვდეს სახელმწიფოსგან
თანხის გადახდას. ამ შემთხვევაში ამასაც პროცედურა აქვს და თუ იქნება მსგავსი რამ, ბუნებრივია რომ ჩვენ ინტერესით ამას განვიხილავთ და შევეცდებით რომ მაქსიმალურად ოპტიმალური იყოს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული ამ საკითხის ირგვლივ. კვლევის რეჟიმი ეს ბუნებრივია რომ სრულიად განსხვავებულია იმისგან, რაც არის მედიკამენტის უშუალოდ პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ჩვენ მოვისმინეთ შეფასებებით, რომ როდესაც საუბარია ისე დაავადებაზე, რომელიც არის დაკავშირებული სიცოცხლის რისკთან, ხო? მოვისმინეთ განცხადებები, რომ ყველა წამალს აქვს გვერდითი მოვლენა, ყველა წამალი არის დაკავშირებული რისკთან და თქვათ, როდესაც არის საუბარი ქრონიკულ დაავადებებზე, აქ არის მიზანი მდგომარეობის შემსრულებლობა, სიცოცხლის გახანგრძლივება და ეს შედარებით მე რომ ვიცოდე რომ ნახეთ მე რომ ვიცოდე რომ ანალიზი სხვანაირად ვიტყვი არ მინდა ისე გავამივიდეს დიდად სადისკუსიოთ ასე ვთქვათ ადამიანებთან მიმართებაში რომელიც ბევრი არასწორი დასკვნის არასწორად გავრცელების უფლებას აძლევენ თავს ვიტყვი რა ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი მე რაზედაც საუბრობ ეს არ არის გვერდითი მოვლენები გვერდითი მოვლენა არის მაგალითად რომ იწვევს რაღაც დამაზიანებელი ეფექტი აქვს, თქვათ, რომელიმე სხვა ორგანოსთვის. ან იწვევს რაღაცა ისე, რაც საყურადღებოა დაკვირვებას საჭიროებს და თუ მაგალითად სისხლში რაღაცა შემადგენლობა შეიძლება შეცვალოს და გავლენა იქონიოს, ამას ბუნებრივია დაკვირვება ჭირდება. პრევენციული ზომების გატარება ჭირდება და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ლაპარაკია ფატალური შედეგის დადგომის რისკებზე, ეს აღარ არის გვერდითი მოვლენები. ეს არის სრულიად სხვა რაღაც. ის რომ მაგალითად თქვენ რაც ბრძანეთ რომ ქრონიკული დაავადების შემთხვევაში ეს არის კი თქვენს ეს რამდენიმე ექიმისგან ნახე ეს გაკეთებული პოსტი იყო რომელიც აბსოლუტურად მცდარია და აი ვიღაცის შეცდომაში შეყვანის მიზეზი იყო დასახელებული კონკრეტული მაგალითად რა შეასაქმე ის რომ დიაბეტის შემთხვევაში არსებობს მედიკამენტი რომლის ფუნქცია არის არა განკურნება არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ მკურნალობის მიწოდება ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ეს სრულიად არ მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაზეც მე ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადამიანებს რომ ეუბნებოდნენ შეცდომაში რომ შეყავდათ საზოგადოება, რომ თითქოს ეს საუბარი არის მედიკამენტებზე, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს და სიცოცხლის გადარჩენისთვის არის განთვალისწინებული, ეს სინამდვილეს არ შეეფერება და მე მგონი ამ ორმა დღემ ესაჩვენა. ამაზე აღარ არის საუბარი. საუბარი არის მედიკამენტებზე, რომელსაც შეიძლება უნარი კონდეს და ესეც გასარკვევია, იმიტომ რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, კი არ ვაკნინებ ამას. უბრალოდ საუბრობ იმაზე, რომ სხვადასხვა რამეა და აუცილებელი არის სწორად საუბარი. სწორად საუბარი და არა ემოციებზე აქცენტის კეთება. ესე იგი რაზეა ლაპარაკი? ეს მედიკამენტები უზრუნველყოფს მაგალითად ეტლის საჭიროების გახანგრძლივებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. ეს ღირს რა თქმა უნდა იმათ რომ რისკითაც იარო და ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღო, მაგრამ არა მანამ ვიდრე ამის ეფექტიანობა და უსაფრთხოება მეცნიერულად, მიზერულად მაინც არ დადასტურდება. რაც შეეხება საკითხებს რა არიცით, აი როდესაც swamena საკითხს ამგვარად რომ არის რაღაც კონკრეტული თქვათ ინფორმაცია წარმატებული მკურნალობის შესახებ ამა თუ იმ მედიკამენტით. ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს საკმარისი არგუმენტია იმის საპირწონედ, რაც მე ახლა ამ წუთას მოგახსენეთ. ყველაფერს ბუნებრივია აქ მე ვერ მოვყვებოდი. დროის სიმცირის გამო ეს არის უზარმაზარი მასალა, მაგრამ ხომ კარგად ხვდებით ყველა მაგალითად ევროპული დიდი სახელმწიფოსთვისაც საკითხი ამგვარად დგას, მათაც იციან ასეთი შემთხვევებიც, ასეთი განწყობაც ასე ვთქვათ პაციენტების მხრიდან, მათი მშობლების მხრიდან, რომ რომელიმე მედიკამენტი იქნეს გამოყენებული, მაგრამ ისინიც ბუნებრივია რომ ამის საპირწონედ საჭიროებენ უფრო მეტ მტკიცებულებასა და დასტურს. მაგრამ აი მშობლები ამბობენ რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ დროული ხელმისაწვდომობა მოხდეს ამ მკურნალობაზე, რომ ყოველ დღეს აქვს მათთვის კრიტიკული მნიშვნელობა, ხო? აი ამ პროცესში, აი ამ არგუმენტს რას პასუხობს დღეს? ამასთან დაკავშირებით, ნახეთ, ეს ვერ გახდება მიზეზი სამწუხაროდ, ეს ვერ ჩაანაცვლებს იმ საჭირო პასუხებს, რომელიც ამ მედიკამენტებს სჭირდება. ეს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ საჭიროებებს რაც შეეხება, ის რაც გამოცდილია, რაც დადასტურებულად ვიცით რომ კარგია და ეს არის რა თქმა უნდა ის კორტიკოსტეროიდი, რომელიც გვაქვს გათვალისწინებული პროგრამით. ეს არის რეაბილიტაცია, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. და ამაზე ვსაუბრობ სხვათა შორის ვითომ კონსპირაციულ შეხვედრებზე ექიმებთან. როგორ გავხადოთ ეფექტიანი მათ შორის რეაბილიტაციის სისტემა. დიახ, მაგაზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად კიდევ შევხვდები და ბუნებრივია რომ ყოველთვის გქონდა და გაგრძელდება ეს შეხვედრები, მაგალითად კენ უოკერის კლინიკასთან.
რომელიც არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს ითვალისწინებს და ბუნებრივია მზად არის რომ კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს ეს მიმართულება. ჩვენს გვაქვს გარკვეული გეგმები და თანამშრომლობთ ამაზე. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორი მართვა. აი ვისაუბროთ, აი ნევროლოგებმა ისაუბრონ ამაზე, აქვს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთი თემა, იმ მშობლები ამბობენ, რომ მედიკამენტებზე უარი უკავშირდება თანხებს, რომ ეს არის თქვა ძალიან ძვირადღირებული პრეპარატები. თქვენ ამბობთ, რომ თანხები არ არის მთავარი შემზღუდველი ფაქტორი, ხომ? აი რომ გითხრათ, ის მინიმალური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი რა არის, თქვა რომლის აკმაყოფილების შემთხვევაშიც შეიძლება გადახედოს ჟანდაცვის რომ ამ გადაწყვეტილებას. საქმე რაშია იცით? აქ სამწუხაროდ კვლევითი პროცესი ისეთია, სადაც მე არ შემიძლია სამწუხაროდ ზუსტად იმის თქმა და პროგნოზის გაკეთება, რომელი კონკრეტული დოკუმენტია, რომელიმე უწყების გაცემული საბუთი, რომელიც საკმარისი იქნება გადაწყვეტილების მისაღებად. ესე არ ხდება, იმიტომ რომ კვლევამ შეიძლება გააჩინოს ახალი კითხვის ნიშანიც და პირიქით პასუხი გასცეს და დაასრულოს ყველა თემა ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ მე ამიტომაც ვთქვი, რომ მზად ვარ უკლებლივ ყველა არგუმენტი, ყველა ახალი ინფორმაცია საკითხის ირგვლივ მივაწოდო საზოგადოებას. უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აი სრულიად ახლახან, ერთ-ერთი მედიკამენტის თაობაზე საფრანგეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცალსახად აი გადაჭრით უარი თქვა ამ მედიკამენტის დაშვებაზე სახელმწიფო პროგრამაში. ამ საკითხებს ბუნებრივია რომ ჩავხედავთ ამ საკითხებსაც და თუ გაჩნდება კერა, სადაც პირიქით სხვაგვარი გადაწყვეტილება გამოვიდა, ამასაც დიდი ინტერესით გავეცნობით და ვიტყვით. ახლა რაც შეეხება განცხადებებს თანხის სიდიდესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, თანხის სიდიდე თავისთავად ფაქტორია, რაც პასუხისმგებლობას ზრდის ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ეს ამ ხელისუფლებას სხვასთავი რო დავანებოთ, არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ თანხა არ არის მთავარი, რის გამოც შეიძლება რამე ხარჯისგან თავი შეიკავოს, როდესაც საქმე ეხება პაციენტის ინტერესს. ამაზე მეტყველებს ის, რომ დღეს რამოცულობის არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც და თუნდაც ის იშვიათი დაავადებების მკურნალობის საშუალებები. ამაზე არ არის საუბარი. ყველაფერს თავი რო დავანებოთ, მაგალითად, არ ვიცი, უცხოეთში ბავშვების ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების გაგზავნის პროგრამა. ბევრი ასეთი რამ არსებობს, რომელიც პრაქტიკულად სრულიად საპირისპიროს ადასტურებს იმისგან, რის გაშუქებასაც ან ასე შტაბეჭდილების არასწორი დამახინჯებული შტაბეჭდილების შექმნას დღეს ბევრი ცდილობს, რომ თითქოს აი თანხის გამო ვერ მიიღება გადაწყვეტილება. ეხლა რიტორიკულად დავსვამ მაშინ კითხვას. რომელიმე ევროპულ დიდ სახელმწიფოში დიდი ფინანსური შესაძლებლობები და დიდი სამედიცინო, ასე ვთქვათ, ცოდნის მქონე ქვეყნებში და შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში. დიდ ბრიტანეთში რატო არ იღებენ ელევიდის? თანხა ენანება თუ ბავშვები არ ეცოდება თუ ამბები არ იციან ამ მედიკამენტის შესახებ. ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ისინიც ფრთხილობენ. წავიდეთ მაშინ და დავაბრალოთ ან ნორვეგიას, ან შვედეთს, ან არ ვიცი ვიდმეს კიდევ სხვას. ეს არ არის სწორი. ეს არ არის სწორი და მხოლოდ ასე ამოკრობილი ამის საწინააღმდეგოდ იმის თქმა, რომ სადღაც დევს თუნდაც რომელიმე არ ვიცი უცხოური გვარის მქონე ვინმე სპეციალისტის მოსაზრება, ესე არ ხდება. აუცილებელი არის ინსტიტუციურად მივიდეს პრაქტიკულად საზოგადოება დასკვნამდე, რომ მედიკამენტი უსაფრთხოა, ვარგისია, ანუ არ არის აი როგორც მიღებულია თქმა, რომ ეს ცარცია, ეგეთი არ უნდა გამოვიდეს. არა და კიდევ არის მედიკამენტები, რომელიც პრაქტიკულად პლაცებოსთან შედარებით მეტ შედეგს ვერ იძლევა. პლაცებოსთან შედარებით ნიშნავს, რომ წამალი არ მიუღია და ვინც ეს წამალი მიიღო, ზუსტად იგივე რეზულტატები აქვს. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ეს წამალი არ ვარგა. მედიკამენტი არ არის ერთადერთი მოთხოვნა, იყო საუბარი მულტიდისციპლინური გუნდის შექმნაზე და მშობლები ამბობენ, რომ ამის საჭიროება აქვთ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში პაციენტებს და ვერ მოხერხდა ამ დრომდე ამ გუნდის ჩამოყალიბება. იცით რა არის? ამასთან დაკავშირებით ნუ როგორ განვითარდება საერთოდ ეს ამაზე ვინ რა ინფორმაციას იტყვის, არ იტყვის, მე ის მომისმენია, რომ ერთსა და იმავე დღეს ვიღაც ამბობდა, რომ მინისტრი ვინმეს არ ხვდება და იმავე დღეს ნათქვამი იყო, რომ ბევრჯერ შეხვდა მინისტრი, მაგრამ და ასე შემდეგ. აქ რა მინდა იცით თქვა, რომ ჯერ იმ შეხვედრებსაც, რომელსაც მართავდით მშობლებთან, დაინტერესებულ პირებთან, ბუნებრივია, რომ თავის შედეგები მოქონდა. მათ შორის ამ მიმართულებით მოქონდა, რომ ჩვენ ბუნებრივია, რომ ეს საკითხები უნდა დავამუშავოთ და ბუნებრივია, რომ ამას უნდა მივყვეთ და ეს იციან კარგად, რომ ეს საკითხი მზადდებოდა და მომზადდებოდა ბუნებრივია და მიღებული იქნებოდა. ისე როგორც არაერთი საკითხი გადაიჭრა ამ მიმართულებით. და ბევრი კიდევ მიმდინარე პროცესია და აი
ყველაფერს, აი კიდევ დღეს გაქვთ კომუნიკაცია მშობლებთან? ნაწილთან კი, ბოლო მოვლენების პარალელურად, მაგრამ უშუალოდ ვინც აქციაზეა, მათთან ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს. თუმცა ესეც არ არის პრობლემა, სხვათა შორის არც მშობლებთან მიმართებაში და არც სხვათა შორის არც იმ სპეციალისტებთან მიმართებაში, ვისაც კითხვის ნიშნები შეიძლება კონდეს. იქნება ეს ექიმი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ვისაც სურვილი აქვს. აი აქვე თქვენი ეთერით ვაცხადებ, რომ რა თქმა უნდა მზად ვარ, რომ ამ ხალხსაც შევხვდეთ, ვესაუბროთ, ავუხსნათ, ჩემზე მეტი ინფორმაცია ჩვენ თანამშრომლებს აქვს. მეც ვიქნები ჩართული ჩვენი თანამშრომლების და ბუნებრივია, რომ ამაზე შეიძლება რომ ფართოდ გქონდეს მსჯელობა. თუ რა თქმა უნდა, ამას კიდე არ დაერქმევა კონსპირაციული შეხვედრები და ასე შემდეგ. ეს არ არის სწორი. ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, დიახ, რა თქმა უნდა, საქმიანად საუბარი. საქმიანში ვგულისხმობ იმას, რომ არგუმენტებზე უნდა იყოს ლაპარაკი, მათ შორის ისეთ არგუმენტებზე, რომელიც უკავშირდება ამ წამლის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ შორისა თავიდან ბოლომდე უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. ეს აუცილებელია, მაგრამ ამაზე უნდა ისაუბრონ ექიმებმა, ამაზე უნდა ისაუბრონ სპეციალისტებმა, ამაზე უნდა ისაუბრონ ხალხმა, ვისაც ამაში გადაწყვეტილების მიღება ეკუთვნის. არ შეიძლება ეს საკითხი განიხილებოდეს ან ემოციების, ან მიკერძოებული ადამიანების, არ ვიცი, ინტერესების კვალდაკვალ. იქნება ეს კომერციული თუ პოლიტიკური. კი, რა თქმა უნდა, აქვთ ინტერესი დღეს ადამიანებს, რომ ვიღაცას ინტერესი აქვს, რომ წამალი გაიყიდოს. ეს ძვირფასი წამალი, ვიღაცას ინტერესი აქვს, რომ ამაზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს. მაგრამ ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, და კვლავ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მორალთან თავსებური. დიახ, აი რაც შეეხება მულტიდისციპლინურ გუნდს, ხო, რომელშიც მოიაზრებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები. როდის ექნებათ ამ ოჯახებს? ეს რეალურად გადაწყვეტილი საკითხია ამასთან დაკავშირებით. ესეც არ არის ოღონდ მარტივი საკითხი, ესეც უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ სამუშაოა მათ შორის ექიმებთან, მათ შორის კლინიკებთან, ეს ასაწყობია ბევრი თვალსაზრისით და იციან ეს, კარგად იციან მშობლებმაც. ვადები დაახლოებით შეგიძლიათ გითხრათ? ეს გადაწყვეტილება მიღებულია, როგორც აღვნიშნე. დღეს მქონდა შეხვედრა მაგალითად კლინიკებთან, რომელიც პოტენციურად შეიძლება დაინტერესებულები იყვნენ და ვისთან თანამშრომლობითაც შეიძლება ასეთი კერები აეწყოს, რომელსაც შეიძლება ეს მულტიდისციპლინური მართვის გამოცდილება ჩაბარდეს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მაგალითად დასაგეგმი ხო არის ეს საკითხი. აი როგორც წყალებში კონსპირაციულ შეხვედრებზე იგეგმება ხოლმე მაგალითად ისეთი საკითხები, რომ რომელი სპეციალობის ექიმები უნდა იყვნენ ჩართული ამ მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში. იქნება ეს ნეფროლოგი, იქნება თუ ენდოკრინოლოგი, თუ ნუტრიციოლოგი და ასე შემდეგ. რეაბილიტოლოგი ვინ იქნება, პედიატრი ვის ჭირდება, ვის არ ჭირდება. როგორ ჯობია გამართვა, რომ მაგალითად მარტო ისეთ კლინიკაში იყოს, სადაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ გააგრძელებენ, თქვათ, იქვე ის პაციენტები მიჩვეულ ექიმთან, თუ ეს უნდა იყოს შეიძლება პედიატრიულ კლინიკაშიც. მართალია ამ უკანასკნელზე ვფიქრობ ბუნებრივი ამ ვარიანტზეც და ესეც გაგრძელდება. დავტოვეთ ეს ყველაფერი არჩევანზე. არის იქ მაგალითად, რომ პაციენტს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვაიძულებთ, რომ ერთ რომელიმე კლინიკაზე იყოს მიბმული და სხვა ალტერნატივა არ ქონდეს. ამიტომ ესეც უნდა გაჩენილიყო. აქ არის როგორც არჩევანით კლინიკაზე წვდომის და სპეციალისტებთან წვდომის შესაძლებლობაზე საუბარი, იმავდროულად გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზეც საუბარი. უნდა დავფაროთ ბუნებრივია, არა მხოლოდ თბილისში უნდა იყოს ესეთი კერები, სადაც იქნება შესაძლებელი, რომ ამაზე სპეციალიზირებული ექიმები მუშაობდნენ. იციან მაგალითად ამ შეხვედრებზე არაერთხელ ითქვა და ვისაუბრეთ, რომ მაგალითად ფიქრობთ უცხოური გამოცდილების გასაზიარებლად, ან აქ სპეციალისტების ჩამოყვანას, ან აქაური სპეციალისტების გაგზავნას დასახელოვნებლად იმ მიმართულებებით, რაზეც არის საუბარი. და ერთიც მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის ერთადერთი იშვიათი დაავადება. რამდენიმე ათეულია ესეთი დაავადება. კი, ამაზეც და იგივე ნერკუნთოვანია, ის რეალურად ვინც ისარგებლებს. მხოლოდ ეს არ არის და იქ არის მაგალითად სხვა დიაგნოზები, რომელსაც ბუნებრივია, რომ აი ზუსტად იგივე მართვის მოდელი ესაჭიროება. ალტერნატიული მხარდაჭერის რა მოდელს განიხილავთ თქვენ ამ პაციენტებისთვის? ჯერ დუშაზე ვისაუბროთ და შემდეგ კითხავთ უკვე ალტერნატიულში დაავადების. რაც არის უკვე დადასტურებული, რომ არის ეფექტიანი სიმპტომური მკურნალობა, რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. კი ბატონო. აი სიმპტომური შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. აი როგორც მაგალითად ნევროლოგებთან ვისაუბრეთ, სარეაბილიტაციო სერვისები განსაკუთრებით ეტლის საჭიროების გაჩენის შემდეგ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე საკუთრივ მედიკამენტი. აქ არის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი კვლევების საჭიროებაც, რომელიც ასევე არის გათვალისწინებული აქ ჩვენი პროგრამით, ხო, ამიერიდან. არის აქ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორიც არის სტაციონარულის გარდა ამბულატორიული მეთვალყურეობა და მონაცემებზე დაკვირვება და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ამის სწორად მართვა.
ამის სწორად მართვა. არის საუბარი იმაზე, რომ მედიკამენტებთან ერთად სწორი მართვა თვითონ დაავადების არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მედიკამენტზე არანაკლებად მნიშვნელოვანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ სწორად იგეგმებოდეს, სწორად ხდებოდეს დაკვირვება იმ მონაცემებზე, რომელსაც მართლაც მნიშვნელობა აქვს და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი ამას ბუნებრივია, რომ ამ დრომდეც ვახორციელებდით და ეს კარგად იცის ყველა. და ბუნებრივია, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება უწყვეტად. მიუხედავად იმისა, აი დღევანდელი ვთქვათ, აი ტემპერატურის შექმნის მიზნით ეს ვინმე საწყობს თუ არ აწყობს. ხა თქვენ თქვით, რომ მარტო მედიკამენტი არ არის სახელმწიფოს მხარდაჭერა, ხო, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, იმიტომ რომ ეს აისახება არა მხოლოდ ბავშვზე, არამედ მათ ოჯახებზე, მშობლებზე, მათი მშობლების, თქვათ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ მდგომარეობაზე, ხო? მე მაინტერესებს ვკითხოთ, რომ აი ამ კონტექსტით გათვალისწინებით, როგორ განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთარ პასუხისმგებლობას. ეს მნიშვნელოვანი განზომილება, მართლაც მნიშვნელოვანია ამ თემაზე მუშაობა, საჭიროებები უამრავია, მათ შორის სოციალურიც. სოციალურში იგულისხმება არა უბრალოდ მედიკამენტის ან რომელიმე სერვისის დაფინანსება, არამედ აქ იგულისხმება ისეთი ტიპის მხარდაჭერით სერვისები, როგორიც არის თუნდაც ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, კონსულტაციები თუ სხვა, ეს მართლაც მნიშვნელოვანია. აქ არსებობს ბუნებრივია გარკვეული პროგრამები ამ მიმართულებით და ამ პროგრამების განვრცობაზე, გადამუშავებაზე, გაუმჯობესებაზე ყოველთვის არსებობს სივრცე საუბრისთვის. თუმცა ყველაფერს სჭირდება პრიორიტეტის მინიჭება, ასე ვთქვათ, ესეც არის. ინდივიდუალური მიდგომებიც არის უაღრესად დიდად მნიშვნელოვანი. ვიღაცისთვის რაღაც უფრო მეტად და საჩქაროდ საჭიროა, ვიღაცისთვის შეიძლება ეს ნაკლებად, მაგრამ სხვა საჭიროება არსებობდეს. ამას ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ, გვაქვს ამ მიმართულებითაც ბუნებრივია გარკვეული ინფორმაციაც, გარკვეული თანამშრომლობაც, კომუნიკაციაც. იგივე არის საჭიროებები, რომელსაც მაგალითად ეგრეთ წოდებული რეფერალით დაფინანსებითაც შეიძლება გარკვეული საჭიროებები იფარებოდეს და არაერთი მიმართულება ასეთი. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის რეაბილიტაცია, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს შშმ სტატუსიდან გამომდინარე, შეიძლება ეს იყოს დამხმარე საშუალებებით აღჭურვა. ამ მიმართულებითაც გვაქვს სამუშაო. აი ვიღაცისთვის ძალიან პრიორიტეტულია მაგალითად ამწე. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მაგალითად საწოლიდან ეტლში გადაჯდომა იოლად იყოს ხელმისაწვდომი და ბუნებრივია ამას მაქსიმალურად ვაკეთებთ ამ მხარდაჭერას, არა მარტო ეტლით, არამედ თქვათ ამწით. იქ არის კიდე არაერთი მსგავსი საშუალება. თქვენ თქვით, რომ ეს არ არის ერთადერთი იშვიათი დაავადების ჯგუფში დუშენის სინდრომი, არსებობს სხვა დაავადებებიც, აი ერთიანი სტრატეგია უფრო რომ განვაზოგადოთ ეს საკითხი, როგორია სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია იშვიათი ჯგუფის დაავადებებთან მიმართებაში. ეს პროგრამა არსებობს ამ მიმართულებით და სხვადასხვა საჭიროებებიც საკმაოდ განსხვავებულია, ზოგიერთ შემთხვევაში ემთხვევა, ზოგიერთ შემთხვევაში რადიკალურად ერთმანეთისგან განსხვავებულია. მედიკამენტების საჭიროებაა ძირითადად დაკავშირებული სიმპტომური მკურნალობის და სამწუხაროდ საკმაოდ პრობლემატურია განკურნების შესაძლებლობის მქონე მედიკამენტების გამოჩენა. თუმცა აი ბოლოდროინდელი ცვლილებები და განვითარება მართლა იმედიანად ყოფნის შესაძლებლობას გვიქმნის. მართლა არასასიამოვნოა ამ თემებზე საუბარი, აი ამ ემოციური ტალღის და ყველაფრის ფონზე ვიღაცამ სიმართლე უნდა თქვას. სიმართლე უნდა თქვას და ამ შემთხვევაში ვამბობთ ის, რაც არის ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით, მაგრამ იქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კი, რა თქმა უნდა, მომავალში ველოდებით, რაც შეიძლება სწრაფად ამ კითხვებზე პასუხის პოვნასაც და ბოლოდროინდელი პროგრესი სამეცნიერო გვაძლევს იმედიანად ყოფნის საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად იქნება ყველა კითხვაზე პასუხიც გამოჩენილი და რეალურად შესაძლებელი გახდება ასეთი ტიპის დაავადებების მკურნალობა. კომპლექსურია, რთულია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ სახელმწიფო ცდილობს, რომ არ დაზოგოს რესურსი მართლაც იმისთვის, რაც რეალურად ქმედითი ძალის მქონეა ამ პაციენტების დახმარებისთვის, რომ ეს გააკეთოს. ამიტომ იყო ზუსტად, რომ მხოლოდ დიუშენი არ არის ნამდვილად სამიზნე და ჩვენ დავიწყეთ ფიქრი ასე, რომ ასეთი ტიპის სერვისები, ვისთვისაც აუცილებელია მათთვის ამ დაფინანსების განხორციელება და ეს დაფინანსება ყოფილიყო ხელმისაწვდომი, ასეთი ტიპის მკურნალობა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. შევეცდებით, რომ ეს ბუნებრივია ამავე ტიპით გავაგრძელოთ. ვაგრძელებთ ამას ბუნებრივია, რომ პერიოდულად ამ პერიოდის განმავლობაშიც ხა წინა კვირაში მქონდა ერთ-ერთ სხვა იშვიათ დაავადების ასოციაციაც არსებობს კონკრეტული, რომელთანაც მქონდა შეხვედრა, კონკრეტული დისკუსია გვაქვს, ამ კვირაშიც მიწევს შეხვედრა და ამაზე ვმუშაობთ.
ყველა ამ მიმდინარე საკითხზე. დიდია სიმრავლეც ამ საკითხებისა, მაგრამ ბუნებრივია ამას ჭირდება. სხვა შეიძლება იშვიათად დაავადებებთან დაკავშირებით გვესმის ხოლმე ასევე განცხადებები, რომ არის შემთხვევები, როდესაც რეაგირება ხდება, თქვათ, სოციალური წნეხის ფონზე. აი 3 წლის წინ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სინდრომის მქონე ბავშვების შემთხვევას იხსენებენ, როდესაც პროტესტის შემდეგ მშობლების პროტესტს მოყვა უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებები. შეიძლება ის ვინმესთვის სასურველია, ასე ვთქვათ, თუნდაც აი პოლიტიკოსებიდან რომ ესე წარმოაჩინონ, მაგრამ ძალიან დიდია სხვაობა რეალურად აქონდროპლაზიასა და ამ დაავადებას შორის. იმჟამინდელად განსახილველ მედიკამენტსა და ახლა განსახილველ მედიკამენტებს შორის თვისობრივი განსხვავებაა და ეს უბრალოდ პარალელურად არ გამოდგება. ამ პარადიგმაზე თუ ვისაუბრებთ, რომ სოციალური წნეხის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება და ასე შემდეგ, ეს არ არის სწორი. რატო არ არის სწორი, ამაზეც მოგახსენე. ემოციური ტალღის დროს მიუხედავად იმისა, სასიამოვნოა თუ უსიამოვნოა ამის მოსმენა არ არის, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო, მაგრამ სიმართლეა, მწარეა შეიძლება, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. და ის რაც სწორია, იმ არგუმენტებზე დაყრდნობით უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როგორც არ უნდა შევაფასოთ დროულობა, დაგვიანება, ასე შემდეგ. ამაზე არის, რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებული, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ არ იკარგებოდეს სივრცე, სადაც შესაძლებელია სწორად, მეცნიერულად საკითხის დამუშავებაც და საკითხზე სწორი გადაწყვეტილების მიღებაც. აი ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი რამ, რაც არ უნდა მაღალი იყოს ვინმეს ინტერესი, კიდევ ვიმეორებ, გინდა კომერციული, გინდა პოლიტიკური. აქ უნდა ყოველთვის უნდა რჩებოდეს გარკვეული სივრცე, სადაც ვისაუბრებთ მეცნიერ უმტკიცებულებებზე. ნაცვლად ემოციური ფონის ისე შექმნისა, რომ ვიღაცა გარკვეულ მიზეზს გამო იძულებული გახდეს მიიღოს გადაწყვეტილება, ან არ გახდეს იძულებული და ასე შემდეგ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი არის მეცნიერულად სასარგებლო და უსაფრთხო მედიკამენტის შესახებ გაჩნდეს ინფორმაცია და ამაზე რეაგირებდეს სახელმწიფო. როგორც კი ეს იქნება, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოც მიიღებს გადაწყვეტილებებს რელევანტურს. როგორც ეს გაუკეთებია არაერთ შემთხვევაში, მაგალითად ონკოლოგია აღვნიშნეთ. დღეს საქართველოს აქვს ნამდვილად ისეთი შესაძლებლობები მინიჭებული საკუთარი ჯანდაცვის პროგრამებით პაციენტებისთვის, რომელსაც შეიძლება ვერ ახერხებდეს, რომლის უზრუნველყოფასაც შეიძლება ვერ ახერხებდეს ბევრი განვითარებული, უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოც კი. მიუხედავად ამისა, ამას საქართველო აკეთებს. რაწამს ეს აუცილებელია კონკრეტული პაციენტების გადასარჩენად, დასახმარებლად, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბუნებრივია ყველაფერი ამას მიეხედება. დიახ, მე მითხრა რომ ჩვენი საუბარი შევაჯამოთ, იმიტომ რომ დასასრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემა. თქვენ თქვით პრესკონფერენციაზეც და ახლაც რომ აგრძელებთ მუშაობას, განაგრძობთ მუშაობას, ასევე როგორც ერთი მიმართულებით, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის შექმნასთან დაკავშირებით. რას უნდა ელოდონ დღეს პაციენტების მშობლები, რომლებიც ისევ იგივე მოთხოვნით მართავენ ამ დროისთვის აქციას და რა იქნება შემდგომი ნაბიჯები თქვენი მხრიდან? ორად გავყოთ. ნახეთ, ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით თუ ვისაუბრებთ, რომელიც არის მოთხოვნის მთავარი ფაბულა და ნუ ამასთანავ ითქვა ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, რომელიც მქონდა მშობლებთან, ან წამალი, ან არაფერიო, მართლა ასე ითქვა. ეს ფიქრობ, რომ არ არის სწორი მიდგომა და ამის მხედველობაში მიღებას ესე საკითხის დატოვებას, რომ ან წამალი, ან არაფერი, ამას არამდვილად არ ვაპირებ. ფიქრობ, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებით საკმაოდ ნათლად ავხსენი და აიხსნა ბევრჯერ ითქვა, თუმცა რამდენჯერაც საჭიროა გავიმეორებ, რომ რა წამს გაჩნდება კითხვებზე პასუხები, მერე შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება. მანამდე ეს ბუნებრივია გართულდება. წინასწარ თქმა რა ვადაში ან რა კონკრეტული, ასე ვთქვათ, პირობის არსებობის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზე დასრულდა, ასე ვთქვათ, დისკუსია და გარკვეულია ყველაფერი. ამის თქმა მე არ შემიძლია. არავის დღეს სამწუხაროდ ამის თქმა არ შეუძლია. არავის. ამას ხაზგასმით ვამბობ. ეს არ შეუძლია არც ემას, ეს არ შეუძლია არც FDA-ს. მაგრამ აი რაც შეეხება სხვა მიმართულებებით, რომელიც მართლაც არანაკლებად მნიშვნელოვანია. და იგივე ამ ბრიფინგის დროსაც ეს ვახსენე. დიახ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ყველა იმ საჭიროებაზე რეაგირებას, რომელიც შეიძლება ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის იყოს საჭირო. იქნება ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
სისტემურად, აი როგორც მაგალითად ეს ბოლოცვლება არის, სისტემურად იგულისხმება რომ ყველასთვის თანაბრად და ასე შემდეგ, ისე ბუნებრივია ინდივიდუალური საჭიროებების გარკვევასაც, რასაც მუდმივად თვალს ვადევნებ და ბუნებრივია ამაზე რეაგირების რეჟიმშიც. ესე უნდა გაგრძელდეს. სხვაგვარად ეს ვფიქრობ წარმოუდგენელია. ეს არის სამართლიანიც, ეს არის სწორიც. ასე ხდება ყველა სხვა დაავადების შემთხვევაშიც. დიდი მადლობა. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი ღამის კურიერის სტუმარი იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯულაძე. ამით ღამის კურიერი დასრულებულია. გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე.